მოგესალმებით, მაყურებელმა ანონსი უკვე ნახა, სალომე ავალიშვილია დღევანდელი ჩემი რესპონდენტი, ეს ადამიანი გახლავთ რეჟისორი, ანიმატორი და ამასთანავე რაც ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, ტელეიმედის მონტაჟის რეჟისორი სალომე დილაშტორის მოგესალმები. და ეს არაჩვეულებრივი გოგონა ამზადებს ესეთ საინტერესო ნივთებს, ეს გახლავთ პროფესორი ტორშერი. არა, პროფესორი თუ როგორ დაარქვით, პროფესორი ჯამბაზი. ტორშერი, ხო? ეხა მითხარი, როდის დაიწყე უკვე ძერწვაც და როდის ამ ტიპის ნივთების კეთება? არა, ხატვის შემდგომ უკვე. თუ პირიქით. ბავშვობიდან არ მახსოვს ასაკი, როდის დავიწყე, ესე ვერ ვიტყვი. და მოდი ახლა კონკრეტულად ამ პროფესორზე მითხარი, როგორ გააკეთე? ეს არის სულ თაბაშირით გაკეთებული, თავიდან ბოლომდე, შიგნით აქვს უბრალოდ კარკასი რკინის გატარებული, იმის გულისთვის, რომ უნდა აითოს ბოლოს, რადგან ტორშერია. ამას ანთებულს შემდეგ ჩართვაში ვნახავ. და ამის მერე უბრალოდ ძალიან დიდი დრო დაჭერდა თაბაშირის გაშრობას, 3 კვირა დაახლოებით. სალომე, შეიძლება რომ აი რაღაც მინიშნებები მივცეთ მაყურებელს, შეუძლიათ თუ არა ადამიანებს რომელსაც შეუძლიათ ამის გაკეთება. აი როგორ აი რამოდენიმე ეტაპი დაჭერდა ძალიან დიდი დოზით ამისთვის თაბაშირი. მეტი პრობლემა არ იყო, იმიტომ რომ 30 კილო თაბაშირია წასული ამაში. წყალში გახსნიან ჩვეულებრივად თაბაშირს, უბრალოდ ძალიან მალე შეიძლება და ჩქარ-ჩქარი ტემპით უნდა გააკეთონ ფიგურა. რაც არ უნდა დაიგრიხოს, არანაირი პრობლემა არ არის მაგ დროს, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული შკურკა, იმით გაშკურკავენ ბოლოს და გაპრიალდება და გალომაზდება. ჩვეულებრივად გუაში საღებავით ვღებავ ბოლოს, ვამთავრებ ამით. ფერებს მისცემენ მაგით ჩიტილებს, როგორც გაუხარდებათ თვითონვე. გავაფორმე ამ შემთხვევაში ბუმბულებით და რაღაც ფერად ითმებით, მაგრამ ეს უკვე სურვილის ამბებს ძაფებითაც კი შეუძლიათ გააკეთონ ყველა. კარგი და პროფესორი ტორშერი ამასობაში დასრულდება, ან ჩვენ ფეხს ბოლომდე შევღებავთ. ნამუშევრები მაყურებელმა კადრში უკვე ნახა, არ გადართოთ მომავალი ჩართვა გელოდებათ და სალომეს ნახატებზე ვისაუბრებთ, რომელიც თითოეული ძალიან დიდ აზრს ატარებს და როგორც თავად ამბობს, მისი სულის ნაწილია. დროებით გემშვიდობებით. მადლობა ნატან, ვიცოდი რომ ნიჭიერი იყო სალომე, თუმცა მის შემოქმედებას ნამდვილად არ ვიცნობდი, აქამდე ძალიან ნიჭიერია სალომე, ჩვენი მეგობარი და სწორედ მასთან უნდა გადავინაცვლოთ ახლა. ნატა, დილამშვიდობის კიდევ ერთხელ, იმედია დაპირებულ სხვა ნამუშევრებს გვანახებ. რა გაქვს ხელში, რითი ხარ მომზადებული? რა არის? ლაკი. ეხლა უნდა შევასხა, უნდა დავასრულო, სალომე მოუხატა ფეხები ამ ტორშერს და ხო სწორად ვაკეთებ? ესე შევასხა პირდაპირ? აი, აქეთ ფეხს უნდა. მერე სალომე თვითონ მოდი შენ დაასრულე და შეასხი და ამასობაში მე ხა დან. და აითო ძალიან მომწონს ხო ძალამაზია და სანათები უყვარს ძალიან სალომეს და მოდი აი ამ სანათებს მითხარი რამოდენიმე დღეს თოვ და იმ დღეს როცა ეს გააკეთე. არა სხვადასხვა კარგი ამინდი იყო, უბრალოდ ძალიან ბევრი ვიფიქრე როგორ გამაკეთებინა თავლი და ბოლოს მეტალოპლასმასის კარფაჯრის ქაფით გადავწყვიტე, რომ ყველაზე მარტივი გამოსავალი იყო, იმიტომ რომ ბამბა რაღაც გაფუჭდებოდა და ასე შემდეგ და გავაკეთე ამით. რა კარგი იდეა. საიდან მომივიდეს ესეთი იდეები? არ ვიცი, მინდა და ვფიქრობ. სალომე, ეს არის შენი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ნახატი, ხო? თეატრი. მოდი მოგვიყევი ამ ნამუშევრს. ბოლოა ხო რამდენადაც ვიცი? ეს ბოლო ნახატია კი, ისეთი შესრულებულია. ზოგადად თეატრი ძალიან მიყვარს და შესაბამისად ეს ნახატიც ამიტომ არის გამორჩეული ყველაზე მეტად. რა ვიცი, ძალიან ბევრი დეტალია. სცენიდან დაწყებული, პარტერით დამთავრებული, იქ აივნები, ანუ ლოჟები, ისინი განათებები, ფარდები, რაც კი აქ თეატრის დეტალი, ვცდილობდი რომ ყველაფერი ჩამეტი ამ ყველაფერს და რაც თავარია ნიღბებია, რომლებიც იღიმიან და მოწყენილი სახით არიან თეატრის სიმბოლო. სალომე, მითხრა ერთი ძალიან უცნაური რამ, რომ ის არასდროს არ გაყიდის თავის ნამუშევრებს. მითხარი რას დებ ამის თანას ესეთ მნიშვნელოვანს ამ ნახატებში რომ არ გემეტება არც ჩემი ეს პირველადი პროფესია ალბათ ვინც პირველადი პროფესიით არის იმან უნდა გაყიდოს მაგრამ ეს ჩემთვის არის ჰობი ასე ვთქვათ რომელშიც ვდებ სულს გულს ყველაფერს და ეს რო გავყიდო მართლა ვერ გავიმეტებ იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან სულიერი სამყაროა ყველაფერში შედება ყველაფერს შინაარსია შესაძლოა ძალიან დამენანება ვერ გადავწყვეტ ალბათ ვერასდროს სალომე ჩვენ წამყვანებს აინტერესებს სახლში რომ აღარ დაგეტევა მერე საჩუქოს მაინც. არა მაგ სახლი უნდა გავედო. ეს იდეა გაფართოვდები და ეხლა აქ წარმოდგენილი ნამუშევრები ერთად გუაშია დახატული ხო? მნიშვნელოვანია ის რომ ყველა ნამუშევარს აქვს თავისი იდეა და აზრი. სათაურებიც აქვს? რა თქმა უნდა.
და ერთ-ერთი ნახატი მითხარი ყველაზე მეტად აქედან რომელიც გიყვარს და ვემშვიდობებით მაყურებელს. აი ყველაზე მეტად მიყვარს ეს ნახატი. და აგვიხსენი. ანგელოზები, რომლებიც მხრებზე სხედან და სათაური აქვს ასეთი. ჯერ ფარვალ ანგელოზებს უნდა შეუყვარდეთ ერთმანეთი. მოკლედ შეუყვარდეთ თქვენ ფარვალ ანგელოზებს ერთმანეთი და მერე თქვენ შეგიყვარდებათ ერთმანეთი. დიდი მადლობა სალომე. პირიქით მადლობა. ბედნიერ დღეს გისურვებთ. კარგად ზანდებოდეთ. ნატა არ ვიცი სალომე 24 საათი პრინციპში იმეჯში არის ხოლმე ტელეკომპანია იმეჯი და როდის რას ასწრებს მით უმეტეს ასეთ სერიოზულ ნამუშევრებს ეს აღარ ვიცი. გამღალობით მუშაობს, ეხლა მიყვებოდა ზუსტად ამის შესახებ. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებები სალომეს. პირიქით.